იყო შემდეგ უკვე რო გავიზარდე, თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენ რამდენი წლის ხართ? 19-ის. 19-ის ხო ხარ? აიყურეთ. 19 წლის ბიჭს ცოლი მყავდა და ძალიან ძვირფასი მაღაზია მქონდა. სადაც უკვე 20 წლის ავტომობილებსაც ვყიდით. ეს რაიონში, ეს იყო სენაკში. სენაკში დავიბადე, სკოლა იქ დავამთავრე, იქ უმუშაობდი რაღაც პერიოდი და მერე გადმოვედი თბილისში. აი წარმოიდგინე 20 წლის, 21 წლის მთელი სამეგრელო მიცნობდა და მთელი იმერეთი, რომ მე მაშინაც მანქანავს ვყიდით. აი იქიდან დავიწყე და ინტერესი გამიშთა და მერე ფულს რო შევულობ, მეტი შეუნაგინდა და დღემდე მოვედი როგორ არავინ არასდროს არ მომიტყუებია, მთავარი არასდროს არავინ არ უნდა მომატყუო. დღემდე მოვედი ნდობით. უნდა გენდობოდნენ, ტყუილი არასდროს არ უნდა თქვა. ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო თქვენი ტოლი რო ვიყავი კი არა ცოტა უფრო პატარა, როცა ფიზიკურად ვმუშაობდი, რომ ოდესმე დადგება ის დრო, რომ გელა ბარკალაიას ერთი პატარა კაბინეტი ექნება. და ერთი ბენზონ კალონკას რო ვეძახით ხო იცით და აქ ერთ დღეს მივედით პატარა რო ვიყავი მეზობელს გავყევი სადღაც და ბენზინს ასხამდა და კაცი იჯდა პატარა კაბინეტი ჰქონდა და თხოვე რომ შეიძლება მეთქი შენ სავარძელში დავждე და ერთი სურათი გადავიღო მეთქი კიო ბიზიაო მითხრა და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი რამ რომ მე პატარა მაგიდაზე დავჯექი და ვითომ კაბინეტში ვზივარ ამაც ძალიან დიდი მოტივი მომცა და აი ესე დღემდე ერთი დღე არ დამისვენია ქვია. და მთავარი აი ეს პატარა ბიჭი რო ვიყავი. იქიდან დღემდე არასდროს მე პარტნიორი არ მყოლია. მე რო პარტნიორი მყოლოდა, ამას ვერ შევქმნიდი. მე დუბაიშიც იგივე მაქვს, ჩინეთშიც ვარ, თურქეთშიც ვარ, საქართველოშიც ვარ და ნებისმიერ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე მიმესვლება, იმიტომ რომ მსოფლიო გამოფენის წევრი ვარ და ყველგან მყავს მეგობრები, პარტნიორი თუ არ არის, მეგობრები მყავს და აი ეს არის ძალიან დიდი შრომის შედეგი. მე ხო ნოლიდან დავიწყე. ახლა ჩემი შვილი თქვენი ტოლია. 22 წლისაა მათე. მე რო ადამიანს შევიცოდებ და მე რო ხელს გაუწოდებ, მე რო დავეხმარები, არ ამგონია ისე